Аллилуйя. Слава Господу. დიდება უფალს. Как хорошо быть в Доме Божьем. როგორ კარგია უფლის სახლში Мы с ყოფნა. вами благословлены, ჩვენ კურთხეულები ვართ, потому что у нас с вами есть возможность бывать в Доме Божьем во всякое время. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ უფლის სახლში. И это честь и привилегия для каждого из нас. პატივი და პრივილეგია ყოველი ჩვენგანისთვის. Приходите в Его святое присутствие. მოვიდეთ მის წმინდა თანდასწრებაში. Поэтому верю, что наступают дни, ამიტომ ჯერა რომ დგება დღეები, когда Церковь Божья, როდესაც ღმერთის ეკლესია как по Писанию, წერილის будет მიხედვით собираться не только в воскресенье, შეიკრიბება არა მხოლოდ и კვირა не только დღეს в здании церкви, და არა მხოლოდ ეკლესიის შენობაში, но и по домам, არამედ სახლებში каждый день, ყოველდღიურად, чтобы прославлять Господа, რათა განადიდონ უფალი, чтобы прославлять Господа, რათა განადიდონ чтобы უფალი, рассказывать о том, какой Он у нас чудесный, რათა დაამოწმონ თუ რა საოცარი ღმერთი как ყავს, Он милостив и как Он благ. როგორი კეთილი და მოწყალია И пусть будет так в და Тбилиси. ასე იყოს თბილისში. И я очень рада быть сегодня здесь, на ძალიან этом მიხარია месте. დღეს აქ ამ ადგილას ყოფნა И это лучшее место, где я могла бы быть сегодня. და ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც დღეს შეიძლება ვყოფილიყავი И мое сердце ликует. და ჩემი გული ხარობს Я счастлива, потому что я всегда говорю, как будто я приехала домой. და ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ვამბობ, მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში ვარ. И тем более я благодарна Господу и пастору, всем вам, что позволяете мне делиться тем, что есть в моем сердце. და მithumetes მე მადლობელი ვარ უფლისა ხუცესი და ყველა თქვენგანისა, რომ მაძლევთ იმის საშუალებას, რომ სიტყვა გაგიზიაროთ. И покуда мы прославляли Господа, в моем сердце прозвучало, что сегодня день, когда Бог хочет говорить особенно в какие-то жизни. და როდესაც განვადიდებდი, ჩემს გულში მქონდა ასეთი ფიქრი, რომ ეს არის ის დღე, როდესაც ღმერთს უნდა რომ ჩვენს გულებში დაგველაპარაკოს განსაკუთრებულად. Возможно, это не будет громко, შესაძლოა ეს არ იყოს ხმამაღლა, возможно, это не будет эмоционально, შეიძლება ემოციურადაც არ იყოს я не ეს, знаю. არ ვიცი. Доверимся Господу, Духу Святому. მივენდოთ ღმერთს, სული წმინდას, Но если мы пришли и ожидаем, მაგრამ თუ ჩვენ მოვედით და ველოდებით, мы выйдем отсюда. ჩვენ აქედან Другими. გავავთ სხვანაირები. Бог непременно дарует столько, сколько мы можем вместить. და ღმერთი აუცილებლად მოგცემს იმდენს, რისი მიღება შეგვიძლია. И 2 года назад, 2 წლის წინ, 27 марта, 27 მარტს, моя жизнь разделилась. Это дата, которая разделила мою жизнь на до и после. ეს იყო თარიღი, რომელმაც ორად გაყო ჩემი ცხოვრება, რაც იყო იქამდე და მას შემდგომ. И так удивительно, что в этой поездке я буду в Грузии 27 марта. და როგორი საოცარია, რომ ამ თარიღის დროს 27 მარტს მე ვიქნები საქართველოში. И это очень символично. და ეს ძალიან სიმბოლურია. И я уверена, что мой муж сказал бы, что это лучшее место на свете, где ты вообще можешь быть. Да. Не только 27 марта. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეუღლე იტყოდა, რომ ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლია შენ იყო, არა მხოლოდ 27 მარტს, Но в этот день особенно. მაგრამ განსაკუთრებით ამ დღეს. И я тоже благодарна Богу, что Он позволил мне быть здесь. და მე მადლიერი ვარ ღმერთისა, რომ მან ნება დამრთო და მე ვარ აქ. Я все еще учусь жить Ай. по-новому. ჯერ კვლავ სწავლობ როგორ ვიცხოვრო ახლებურად. У меня все еще это получается не очень хорошо. ჯერ კიდევ ყველაფერი კარგად არ გამომდის. Я все еще нащупываю те пути, которые Господь приготовил для меня. ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ვცდილობ და ვსინჯავ იმ გზებს, რომელიც უფალმა მომიმზადა. Есть то, что Бог уже открыл мне, как двигаться в этой жизни дальше. არის რაღაცა კონკრეტულად, რაც უფალმა მითხრა, გამიცხადა თუ როგორ უნდა ვიმოძრავ ამ ცხოვრებაში, Но это бывает страшно. მაგრამ ეს არის ხოლმე საშიში. Это бывает страшно делать. ამის გაკეთება საშიშია
ახალია. И поэтому я прошу вас вспоминать меня иногда в молитвах, და ამიტომ გთხოვთ რომ ხანდახან ლოცვაში გამიხსენოთ, чтобы я шла за Господом и не уклонялась ни на миг от Его Слова. რომ გავყვე უფალს და არც ერთი წამით არ გადავიხარო არც ერთ მხარეს. Аминь. ამინ. И также я здесь, чтобы передать вам огромные приветы от всей моей семьи. და აქ ვარ იმისთვისაც რომ ძალიან დიდი მოკითხვა გადმოგცეთ მთელი ჩემი ოჯახიდან И каждый раз я говорю, сколько у меня детей, сколько у меня внуков. და ყოველთვის ვამბობ ხოლმე რამდენი შვილი და შვილიშვილი მყავს И в прошлый раз я говорила, ну пока никаких новостей нет. და წინაზე ვამბობდი რომ ჯერჯერობით Но ახალი არაფერია сегодня მაგრამ новости დღეს пришли. მოვიდა ახალი ამბავი Род Кондрашиных пополняется. და კანტრაშენების ასე ვთქვათ ნათესაობა მრავლდება И так где-то в июле месяце мы ждем пополнения. იმისისთვის ჩვენ ველოდებით ბავშვს И это будет снова мальчик. და კვლავ ბიჭი იქნება И я уже такая, понимаю, что я уже бабка 5 пацанов. და მე უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს მე ვიქნები 5 ბიჭი შვილიშვილის ბებია Бабуля, у которой одни мальчики внуки. ბებია რომელსაც მხოლოდ ბიჭები ყავს შვილიშვილები Но опять же верю, что это только начало. მაგრამ კვლავ მჯერა რომ ეს მხოლოდ დასაწყისია И это у старшей дочери, у და нее უფროს 3 გოგოს сына. 3 ვაჟი ყავს Иосиф, Савелий и Вениамин. იმინა Просто, да. И у Моисея, у него теперь уже старший, наверное, будет Да, Исаак. მოსეს ეყოლება უფროსი ისააკი И летом они ждут Филиппа. და ფილიპეს ელოდებიან ждем. ზაფხულში ყველა ველოდებით Вот. И почему я начала так детально про это рассказывать? რატომ დავიწყე ასე დეტალურად ამის მოყოლა Потому что это так здорово, когда род умножается. იმიტომ რომ ძალიან კარგია როდესაც არის ასეთი ნამატი И это так Оджахи. здорово, когда семья растет. და კარგია როდესაც ოჯახი იზრდება И когда и Бог благословляет Да. семьи наших детей. და როდესაც ღმერთი აკურთხებს ჩვენი შვილების ოჯახებს И это здорово, что каждая из этих семей, они плодоносны. და ძალიან კარგია რომ ყოველი ეს ოჯახი არის ნაყოფიერი И когда я радовалась вместе с Господом этим новостям და როდესაც უფალთან ერთად ვხარობდი ამ ახალი ამბების გამო и размышляла как раз об этом, о плодах, და ვფიქრობდი ნაყოფებზე и Дух Святой начал меня вести в том, чем я хочу с вами поделиться. და სული წმინდა წამიწვა იქითკენ რისი გაზიარებაც დღეს მინდა თქვენთვის Я хочу вам говорить о плодах Святого Духа. მინდა გელაპარაკოთ სული წმინდის ასე იგი ნაყოფებზე И давайте вместе откроем с вами послание Галатам. მოდით გალატელთა წერილი Наверняка გადავშალოთ знаете наизусть этот стих. თქვენ ესე იგი მჯერე რომ 5 глава, 22 стих. ზეპირად იცით ეს ადგილი მეხუთე თავის 22 მუხლიდან Плод же Духа – любовь, радость, мир, долготерпение, благость, милосердие, вера, кротость, воздержание. На таковых нет закона. так ხოლო სულის ნაყოფია სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება, ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. И мы в Библии встречаем похожие, на первый взгляд, понятия, но которые очень разнятся между собой. და ამის მსგავს ჩვენ კიდევ ხვდებით ბიბლიაში, მაგრამ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. Мы читаем о дарах Святого Духа, ჩვენ ვკითხულობ სული წმინდის ნიჭებზე и знаем, что их тоже 9, და ვიცით რომ 9 არის и плоды Святого Духа. და სული წმინდის ნაყოფებიც 9 И я стала размышлять. და მე დავიწყე ფიქრი. Дары, ასე იგი ნიჭები подарки, არის საჩუქარი, сюрпризы. არის სюрпризები. То, что приходит в нашу жизнь без всякого нашего
мы не зарабатываем это. ისე მოდის ჩვენ ცხოვრებაში, რომ ჩვენ მათ არ გამოვიმუშავებთ. Мы не достигаем это. ჩვენ მას არ ვაღწევთ Мы не ჩვენ თვითონ. прилагаем никаких усилий. ჩვენ ძალისხმევას არ ვიჩენთ მათ Это მისაღებად. приходит к нам по благодати. ეს მოდის ჩვენთან მადლით. Потому что кто-то хочет сделать мне приятное. იმიტომ რომ ვიღაცას უნდა რომ მას იამოვნოს. Потому что кто-то любит меня. იმიტომ რომ ვიღაცას მე უყვარ ვარ. И он дарит мне эти подарки. და იმ ჩუქნის ამ И каждому საჩუქრებს. из нас. ჩუქნის ყველა ჩვენგანს. Но что такое плоды? მაგრამ რა არის наყოფი? Плоды – это наყოფები. результат какой-то деятельности. ეს არის ესე იგი შედეგი რაღაცა მოქმედებისა. Это результат чего-то. შედეგი რაღაცის შედეგია. И если мы смотрим на плоды деревьев, например, или любые растительные მაგრამ და თუ ჩვენ შევხედავთ მაგალითად ხის наყოფებს, или плоды наши дети, ან наყოფებს როგორც ჩვენ შვილებს, потому что это плоды, იმიტომ რომ ისინიც наყოფებია. то мы понимаем, ჩვენ ვაცნობიერებთ, плод რომ это наყოფი результат особых отношений. наყოფი არის განსაკუთრებული ურთიერთობის შედეგი. И чтобы в жизни появился плод, და იმისათვის რომ ცხოვრებაში გაჩნდეს наყოფი, нужно, чтобы это было зачато, საჭირო რომ ეს ჩაისახოს, нужно, чтобы это было выношено საჭირო რომ ეს შემდეგ გაიზარდოს и только потом рождено, და явлено მხოლოდ всем. შემდეგ ის დაიბადოს და ყველასთვის იყოს გაცხადებული. И мои размышления, они будут, знаете, такие, про физическое. და ჩემი, ასე ვთქვათ, ფიქრები ფიზიკურსაც შეეხება. Но, конечно, мы говорим с вами о духовных вещах. რა თქმა უნდა, ჩვენ ასე იგი გულისხმობთ სულიერს. Просто чтобы нам легче было понять, как это в духовном. ჩვენთვის რომ უფრო იოლი გასაგები იყოს სულიერი ამის გამო. И знаете, от того, что у меня очень хорошие отношения с братьями в церкви, იმის გამო რომ ძალიან კარგი На ურთიერთობა работе, მაქვს მე соседями. ძმებთან, самсახურში, Просто меня მეზობლებთან. все, мы с ними друзья, у меня есть друзья настоящие, крепкие მეგობრები отношения. ვართ და მაქვს მყარი, კარგი ურთიერთობები მეგობრები ვართ, Но от этих отношений у меня не рождаются дети. მაგრამ ასეთი ურთიერთობის შემდეგ მე ბავშვები არ მებადება. Плод – это про другое. ნაყოფი სხვა რამე შეეხება. Это же что-то особенное. ეს არის რაღაც განსაკუთრებული. Это что-то, что в тайной комнате. ეს რაღაცა ხდება, ესე იგი, დაფარულ ოთახში. И аллилуйя, слава Господу. И для того, чтобы у нас родились дети, იმისათვის რომ ჩვენ ბავშვები мне გვყავდეს, დაიბადონ, нужны особенные отношения. ამისათვის საჭიროა განსაკუთრებული ურთიერთობა. И сегодня Дух Святой, Он говорит და некоторым из нас, სული წმინდა ზოგიერთ ჩვენგან შეუბნება. когда ты спрашиваешь меня, როდესაც მეკითხები, почему я столько лет в церкви, რატომ ვარ ამდენი ხანი я хожу на все ეკლესიაში, служения, ყველა მსახურებაზე я დავდივარ даже участвую в каких-то და служениях, ზოგიერთ მსახურებაში но მონაწილეობასაც до сих ვიღებულობ, пор მაგრამ დღემდე нет в моей жизни ჩემ ცხოვრებაში არ არის любви. სიყვარული. Почему, Господи? რატომ До უფალო? сих пор в моей жизни нет радости. რატომ არ არის ჩემ ცხოვრებაში აქამდე სიხარული? Господь, что с моей кротостью и воздержанием? უფალო, რაშია საქმე ჩემს Ведь თავმდაბლობაში და я თავშეკავებაში? ბუდიში? Ведь я მე христианин. ხომ ქრისტიანი ვარ И это как раз те плоды, которые мы перечисляем. და ეს არის ზუსტად ის ნაყოფები, რომლებიც ჩვენ И ჩამოვთვალეთ. сегодня Дух Святой говорит, და დღეს სული წმინდა для того, გვეუბნება чтобы эти плоды были явлены в твоей жизни, იმისათვის, რომ ეს ნაყოფები იყოს შენ ცხოვრებაში, тебе нужны немножко другие отношения со мной, შენ с Господом. უფალთან ცოტა სხვანაირი ურთიერთობა გჭირდება. Все, что ты делаешь и проходишь пути до сегодня, ყველაფერს, რასაც შენ აკეთებ და გადიხარ დღევანდელ ცხოვრებაში, это хорошо. კარგია.
Но მაგრამ Господь приготовил для тебя нечто большее. უფალმა შენ რაღაცა Он უფრო приготовил для დიდი тебя მოგიმზადა. много чего. უფრო ბევრი მოგიმზადა. Но ему нужно, чтобы ты был плодоносящим, მაგრამ მას плодовитым. უნდა რომ შენ იყო ნაყოფიერი, Чтобы это было явлено миру. რომ ეს დაინახოს სამყარომ. Результат твоих отношений с Господом უფალთან შენი ურთიერთობების — это შედეგი любовь, ეს არის სიყვარული, которую видят все. რომელსაც ხედავს ყველა. Результат и плод твоих отношений в тайной комнате с Господом — это воздержание. და თავშეკავება არის ნაყოფი შენი ღმერთთან ურთიერთობისა დაფარულ Это ოთახში. кротость, ეს არის თავმდაბლობა, это радость. ეს არის სიხარული. Все эти 9 даров, Ყველა плодов ეს 9 ესე იგი ნაყოფი Бог желает, ღმერთს სურს, чтобы в это последнее время რომ ამ ბოლო დროს оно стремительно идет к завершению. და ყველაფერი ძალიან Когда სწრაფად будет მიდის все рушиться დასასრულისკენ, ყველაფერი ინგრევა снаружи и вокруг нас. ჩვენს გარშემოც. И Он желает, чтобы эти плоды მას სურს რომ ეს ნაყოფები были явлены миру, იყოს через нас. დაინახოს წუთისოფელმა ჩვენი მეშვეობით и это не даст нам разрушиться. და ეს ჩვენ არ მოგწევს იმის საშუალებას რომ ჩვენ დავინგრეთ И это даст нам возможность пройти тяжкие времена в Да. свободе Божьей. ეს მოგწევს ჩვენ იმის საშუალებას რომ გავიაროთ და გადავიტანოთ სწორად ეს რთული პერიოდი И Бог весьма и весьма хочет благословить нас. და ღმერთს ძალიან ძლიერ უნდა ჩვენი კურთხევა. И один маленький такой, может быть, он не очень, никогда с этой стороны вы не смотрели на этот стих. და შესაძლოა თქვენ ბიბლიის ამ მუხლისთვის ასეთი თვალით, ასეთი მხრიდან არ შეგიხედავთ. Это история из Деяний апостолов, ეს არის ისტორია საქმე из 3 მოციქულთაგან главы. მესამე თავი, Когда Петр и Иоанн, они шли в храм, როდესაც პეტრე და იოანე მიდიოდნენ ტაძარში и там сидел человек, და იქ იჯდა ადამიანი, которого каждый день, რომელიც ყოველ დღე 40 лет, 40 წლის განმავლობაში приносили туда, ეს ადამიანი Сажали. მოყავდათ, სვავდნენ იქ и он ожидал, получал милостину. და იქ ის ასე თქვა წყალობას ღებულობდა. Ну вот идут Петр и Иоанн, და აი პეტრე და იოანე и მოდიან написано, они шли в храм помолиться. და დაწერილია რომ ისინი მიდიოდნენ ტაძარში სალოცავად. И когда я прочитала эту историю, და როდესაც წავიკითხე ეს всем нам ისტორია, известную и понятную, ყველასთვის გასაგები как და человек ცნობილი, получил свое чудо როგორ მიიღო ადამიანმა თავისი благодаря სასწაული этим ребятам, да? აი ამ ესე იგი კაცების მეშვეობით, Но вдруг такая просто картинка была перед глазами, უცებ ასეთი სურათი დამეხატა თვალწინ вопрос, который я хочу задать каждому из вас. და კითხვა, რომელიც მინდა ყველა თქვენგანს დაუსვა. В этой истории ამ ისტორიაში кто ты? შენ ვინ ხარ? В этой истории ამ ისტორიაში ты тот человек, который приходит каждый раз в церковь, შენ ხარ ადამიანი, რომელიც ყოველ ჯერზე მოდის потому что ეკლესიაში, так нужно, იმიტომ რომ ასეა ну, საჭირო, потому что я христианин, იმიტომ რომ მე и мне нужно ქრისტიანი ვარ ходить на собрания в და церковь. მე უნდა ვიარო ეკლესიაში მსახურებებზე. И это место, где, да, Господь так посещает нас там, и нам და там ეს хорошо. ადგილი არის, სადაც უფრის თანდასწრება მოდის და ეს კარგია. И это как тот человек, который сидел при воротах храма. და ეს არის ის ადამიანი, რომელიც ტაძრის კართან იჯდა И 40 лет და 40 წლის განმავლობაში понадобилось для того, чтобы он получил свое чудо. იქ იჯდა და მას დაჭირდა 40 წელი, რომ თავისი სასწაული მიეღო. Но эти ребята, მაგრამ ეს კაცები они не стояли у дверей. კართან არ Я იდგნენ. сейчас не говорю про двери церкви, вы понимаете. მე Я ეხლა говорю про духовные вещи. ეკლესიის კარებზე არ ვიძახი, სულიერ კარებზე ვიძახი. Они шли к ногам Иисуса.
ისინი მიდიოდნენ იესოს Они ფეხებთან. шли в глубину отношений. ისინი მიდიოდნენ ურთიერთობებში იესოსთან Они უფრო не ღრმად. просто религиозно прослушивали უბრალოდ информацию რელიგიურად კი არ ისმენდნენ и знали много ინფორმაციას стихов из Библии. და უბრალოდ კი არ იცოდნენ ბევრი მუხლი წმინდა წერილიდან. Они имели тайные отношения. მათ ჰქონდათ დაფარული ურთიერთობა, Глубокие отношения. ღრმა ურთიერთობა И потому были плодоносными. და ამიტომ იყვნენ ისინი ნაყოფიერნი И потому могли молиться и видеть чудо. და ამიტომ შეეძლოთ ელოცა და Бог ამიტომ действовал შეეძლოთ через სასწაული ეხილათ И Господь сегодня და დღეს უფალი говорит, გვეუბნება твое время пришло შენი დრო მოვიდა приблизиться. რომ მომიახლოვდე Ты возлюбленная. შენ ხარ ჩემი Бог საყვარელი любит тебя. ღმერთ შენ უყვარ ხარ Бог ожидает тебя. ღმერთი შენ გელოდება Он говорит, время пустоты заканчивается. და სიცარიელის დრო Доколе სრულდება будешь там при дверях, როდამდე იჯდები იქ კართან доколе будешь без моих плодов, როდემდე იქნები ჩემი ნაყოფების доколе будешь გარეშე без радости Божией, და სადამდე არ გექნება უფლის სიხარული доколе будешь пустым. სადამდე იქნები цариელი Беги, мы сегодня этот псалом пели, გაიქეცი ჩვენ престолу милости. დღეს ესე იგი მღეროდით რომ გაიქეცი მადლის ტახტთან И каждый раз და я ყოველთვის восхищаюсь Господом в Тбилиси. მე აღფრთოვანებული ვარ უფლით თბილისში Как эти ребята знают, какие псалмы нужно როგორ петь? იციან ამ ესე იგი გალობლებმა რომელი ფსალმუნები უნდა Слава Богу იგალობონ за вас, დიდება драгоценные. ღმერთს Спасибо თქვენს вам. გამო ძვირფასებო მადლობა И Тимури тоже сегодня просто говорил, я слушала, и я понимала, что я буду просто продолжать то, о чем он говорил здесь. და თემურიც დღეს ლაპარაკობდა და მე მესმოდა რომ მე უბრალოდ ამას გავაგრძელებდი И именно поэтому вначале я сказала, და ამიტომაც დასაწყისში ვთქვი Господь желает что-то невероятное совершить сегодня в наших жизнях, в наших сердцах. რომ ღმერთს უნდა რომ რაღაცა სასწაულები მოახდინოს ჩვენს გულებში И его прекрасная работа началась уже во время прославления, და მისი შესანიშნავი შრომა უკვე დაიწყო и во განდიდების время დროს объявлений. და განცხადებების დროსაც И она идет сейчас, და მისი შრომა გრძელდება ეხლაც и она будет после окончания და того მსახურების слова. ბოლოსაც გაგრძელდება Потому что Бог очень сильно любит каждого из нас. იმიტომ რომ ღმერთს ძალიან ძლიერ უყვარს ყოველი ჩვენგანი И Он призывает, და ის მოუწოდებს и Он говорит, твое время плодоношения пришло. და ის გვეუბნება შენი ნაყოფიერების დრო დადგა Аллилуйя. И я говорила о том, что плоды – это то, что зачато, выношено и рождено. და მე ვამბობდი რომ ნაყოფი არის ის რაც ჩაისახა შემდეგ განვითარდა და შემდეგ დაიბადა И каждый из нас наверняка в своей христианской жизни, если вы достаточно давно, вы переживали такие моменты, когда ты получаешь что-то особенное в отношениях молитвы с Господом, или ты слово читаешь, или ты просто получаешь что-то особенное от Бога. და მე მჯერა რომ ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში ყველა ჩვენგანს ქონდა ასეთი რამ რომ შენ რაღაცას ღებულობ ღმერთისგან И так вот, если я на физический уровень Да. это переведу, თუ ფიზიკურ დონეზე გადმოვიყვან как будто ты зачинаешь. თითქოს და შენ ჩაგესახება И так тебе хорошо, და ты ისე думаешь, კარგია შენ ფიქრობ вот она новая жизнь, вот Господь мне открыл что-то особенное, получил откровение ახალი какое-то. ცხოვრება ღმერთმა რაღაცა გამიცხადა აი რა კარგია Проходит несколько дней, გადის რამდენიმე დღე и из тебя начинает лезть что-то обратное. და შენგან რაღაცა ამის Прекрасно. საპირისპირო გამოდის Вдруг ты უცებ начинаешь быть, не знаю, раздражительным, უცებ გაღიზიანებული ხდები капризным, ჭირვეული сердитым, გაბრაზებული ничего не желающим делать. და არაფრის კეთება არ გინდა И ты сам такой думаешь, что это? და შენ თვითონ ფიქრობ ეს Ведь რა я არის только что был так счастлив. ცოტა ხნის წინ ისეთი Господь, ბედნიერი что со ვიყავი мной? უფალო რა დამემართა Или мы видим таких людей в церкви, და ჩვენ ვხედავთ ასეთ который ადამიანებს так получил ეკლესიაში благословение. რომელმაც მიიღო კურთხევა А через несколько дней ты видишь вообще другого человека. და რამდენიმე დღის მერე სულ სხვანაირ მდგომარეობაში ხედავ ამ ადამიანს А здесь подсказка.
აკი არის მინიშნება, когда женщина зачинает, როდესაც ქალში ჩაისახება, очень часто у нее Ძალიან начинается тяжелый период. მას ეწყება Токсикоз. ტოქსიკოზი, მძიმე რთული დრო. Когда ей плохо, როდესაც ის она ცუდად არის, капризничает, ჭირვეულობს, она не знает, чего она хочет. თვითონაც არ იცის რა უნდა. Она там топает ногами, плачет и ფეხებს смеется. აბაკუნებს, ხანიცინის, Но она понимает, მაგრამ ის აცნობიერებს, во мне уже есть то новое. ჩემში უკვე არის Во ახალი, мне уже есть жизнь. ჩემში უკვე არის Во სიცოცხლე, мне уже есть плод. ჩემში უკვე არის наყოფი. И так и Господь, Он говорит, почему нет? ასე და უფალიც. Хорошо, не буду туда уклоняться. Вот, и проходит время, და გადის დრო, и еще никто не знает, ჯერ არავინ არ იცის, но только ты მაგრამ მხოლოდ შენ знаешь, что Господь благословил тебя, იცი, რომ ღმერთმა შენ გაკურთხა, что скоро в твоей жизни будет явлено რომ მალე შენ то, о ცხოვრებაში чем ты ხდება просил. გაცხადდება ის, რასაც შენ ატარებდი. Потому что, наверное, мы просим, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ не ვთხოვთ, знаю, как вы, но во всяком случае я, თქვენ არ ვიცი როგორ, მაგრამ მე когда молились, и Бог открыл, что у нас будет сын, როდესაც ჩვენ ლოცულობდი და ღმერთმა გამიცხადა რომ ვაჟი გვეყოლებოდა и я просила, და Господи, ვთხოვდი უფალო, пусть он будет таким вот голубоглазым, ცისფერთვალება იყოს, მაღალი Таким идущим за ფეხები тобой, გქონდეს Господь. და შენ მოყვებოდეს ღმერთო, пусть он будет настоящим Моисеем. ნამდვილი მოსე იყოს. И Бог такого и дал. და ღმერთმა ასეთი მოგცა. И когда в нашей жизни, და როდესაც ჩვენ долгой ცხოვრებაში, христианской жизни, ქრისტიანულ я ცხოვრებაში вижу, что у меня нету მე ვხედავ, радости, რომ არ მაქვს სიხარული, а Бог говорит, это мой плод. ღმერთი კი ამბობს, რომ ეს Это ჩემი результат ნაყოფია моих с тобой отношений. და ეს არის შედეგი Тогда- შენი ურთიერთობისა Тогда ჩემთან. я прихожу и прошу у Него, მაშინ მივდივარ და ვთხოვ, Господи, უფალო, даруй мне радость, მაჩუქე даруй სიხარული, мне это дитя, მომეცი ეს даруй мне ბავშვი, этот плод. ეს ნაყოფი მაჩუქე. И потом проходит вот это вот токсикозное, შემდეგი Пора. დგება ტოქსიკოზის დრო, и человек и Гадис. рождается. გადის ეს და ადამიანი იბადება. Но перед тем, как родился, მაგრამ სანამ женщины меня დაიბადებოდა, прекрасно понимают, ქალებს მშვენივრად если этот ესმის, последний месяц, თუ ეს არის ბოლო თვე, который он еще тяжелее, чем первый. ბევრად უფრო რთული თვია, ვიდრე პირველი Потому თვე. что ты так устал. იმიტომ რომ ისე დაიხარე. Ты уже не можешь носить этот როგორ багаж. იჭირს აი ამის ტარება. Ты не можешь уже спать. ძილიც არ Ты შეგიძლია. не можешь есть. Тебе ჭამაც არ ничего не შეგიძლია. хочется. არაფერი არ გინდა. И ты думаешь, ну скорее бы уже. და ფიქრობ რა შეიძლება მალე იყოს Но ეს. скорее бы нельзя. მაგრამ არ Нужно შეიძლება в правильное აჩქარებით. время. საჭიროა ზუსტი დრო, სწორი დრო. И точно так же და ზუსტად ასევე с тем, что Господь дарует нам. იმასთან დაკავშირებით, რასაც Мы ღმერთი вынашиваем. გვშუქნის, ჩვენ ამას Мы ვატარებთ, проходим это. ჩვენ ამას გავდივართ Бог открывает, что Он вложил это в нас. და ღმერთი ჩვენ გვიცხადებს, რომ ეს ჩადო მან ჩვენში. Но в какой-то момент ты говоришь, да почему нету этого до сих пор? მაგრამ რაღაცა მომენტში შენ ამბობ, აქამდე რატომ არ ახდა ეს, ახსოვდა? Почему до сих пор никакой кротости нету? რატომ არის რომ დღემდე არავითარი თამდაბლობა არ არის? Ведь я знаю, что ты работаешь со мной, что ты Михаил. вложил в меня. ვიცი რომ შენ შრომობ ჩემს გულში და შენ ჩადე ეს ჩემში. Почему люди не видят? Ведь я знаю, кротость во мне есть уже. Вот какая она. რატომ ვერ ხედავენ სხვა ადამიანები? მე ხომ ვიცი რომ ეს ჩემში და უკვე აი ამ ხელაა. Но люди в церкви смотрят, и они не понимают, что это кротость. მაგრამ ადამიანები ეკლესიაში გიყურებენ და ვერ ხედავენ რომ ეს არის თამდაბლობა. И Бог говорит в правильное время. ღმერთი კი ამბობს თავის Не დროზე. спеши, ნუ ჩქარობ, не подгоняй события. ნუ ააჩქარებ მოვლენებს. Проходи этот путь. გაიარე ეს გზა. В лучшее время будет тебе. გექნება უკეთეს დრო. Нужно ли нам, может ли, ну вот если в физическом женщина
там сразу же 9 детей родить. აი მაგალითად ფიზიკურად რომ თქვა, შეუძლია ქალს რომ 9 ბავშვი ერთად შობოს. Ну, наверное, теоретически это где-то даже есть какие-то единичные случаи. თეორიულად შესაძლებელია ალბათ და სადღაცას ესე იგი ძალიან იშვიათი მოვლენებიც არის. Но это не так, как происходит всегда. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივად და И с ყოველსაყოველთაოდ плодами Святого Духа точно так же. და სული წმინდის ნაყოფებთან დაკავშირებით ასეა. Если сейчас Господь откроет тебе თუ ეხლა უფალი შენ и вложит в გაგიწყდეს себя და შენში ჩადებს эти семена აი ამ თესლს и кротости, и თავდაბრობას, радости, სიხარულს, и веры, и რწმენას любви, და и სიყვარულს воздержания, და თავშეკავებას как ты это понесешь, როგორ ატარებ შენ ამ если мы ყველაფერს одно с трудом вынашиваем? თუ ერთს ძლივს ვატარებთ. Поэтому Бог дает нам возможность шаг за шагом ამიტომ ღმერთი иметь с Ним близкие отношения. ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ნაბიჯ ვიქონიოთ მასთან ახლო И ურთიერთობა один плод будет такой, ну, вера, например. და იქნება ერთი ნაყოფი И дальше მაგალითად Господь რწმენა. дарует тебе кротость. შემდეგ უფალი გაჩუქებს თავდაბლობას, Потом ты зачнешь любовь. შემდეგ სიყვარული И ჩაგესახება. это ваши с Ним отношения, ваши с Ним секретики и последовательность, как Бог будет вкладывать და это в ეს არის тебя. თქვენი ურთიერთობა ღმერთთან, თქვენი საიდუმლო Но это ღმერთთან, должно быть როგორ იქნება всегда. ეს. მაგრამ ეს ყოველთვის უნდა Всегда. იყოს. Бог, помните, как Писание говорит, что Бог ревнитель. გახსოვთ მუხლი, რომელშიც წერია, რომ ღმერთი До მეშურნეა. ревности любит Бог. მოშურნეობამდე უყვარს ღმერთს. И там люто, как... ну, подскажите мне еще, как смерть. ქება და ქებაში. Да, до смерти, в общем, любит наш Сикривамде Господь. уқваш Он чен ревнивый. супас. И ის მოშურნეა. Господь, и Он сегодня это хочет освежить в каждом из нас. და ღმერთს უნდა რომ ჩვენში მან ეს Что все, чего Он გაანახლოს, хочет, რომ ყველაფერი რაც მას სურს, чтобы Он был твоим единственным возлюбленным. რომ ის იყოს შენთვის ერთადერთი საყვარელი. Потому что каждый из нас, мы единственные Его возлюбленные. იმიტომ რომ ჩვენც варთ მისთვის И мы ერთადერთი. поем псалмы, что нет другого Бога у меня. და ჩვენ მომღერით სალმუნებს Что სხვა ты ღმერთი არ единственный мой ყავს. Господь. შენ ერთადერთი ჩემი უფალი Ты ხარ. возлюбленный моей души. და ჩემი გულის საყვარელი ხარ შენ. И Он не хочет тебя делить ни с кем. და მას არ უნდა შენი გაყოფა И Он არისთან. говорит, желаю видеть только свои плоды в тебе. და მას სურს დაინახო Он შენში хочет видеть только свои плоды в тебе. თავისი ნაყოფები შენში. Только с тобой, только чтобы с Ним ты имела отношения, რომ მხოლოდ მასთან გქონდეს в результате ურთიერთობა, которых будут рождаться плоды в твоей რის жизни. შედეგადაც შემდეგ სულის ნაყოფები დაიბადება. Ведь в физической жизни мы не ведем себя так. ფიზიკურ ცხოვრებაში ხომ ასე არ ვიქცევით. Когда мужчина говорит, როდესაც კაცი მუშ. ამბობს, ქმარი, ой, у меня жена такая плодовитая, ისეთი ნაყოფიერი მეუღლე я не მყავს. успеваю понимать, откуда она их приносит. ვერც კი ვგებულობს საიდან მოაქვს ეს ნაყოფები. То вот такой, то вот такой, то оттуда принесла. ზოგი აქედან, зоги И იქიდან. это Мойтана. просто хорошо, что она такая და плодовитая. კარგია რომ ასეთი ნაყოფიერია. Нет, Ара. в нормальных семьях так не бывает. ნორმალურ ოჯახებში ასე არ არის. Каждый мужчина желает, чтобы это были его плоды. ყველა მამაკაცს Его აქვს дети. რომ ეს იყოს მისი ნაყოფი, მისი შვილი И если это по-человечески так, და თუ ეს ადამიანურად то ასეა, кольми паче Господь ревнует о მით нас. უმეტეს უფრო მოშურნია Он говорит, უფალი не отдам тебя никому. და ამბობს არავის Не отдам тебя никому. არავის არ გადაგცემ, არავის არ მიგცემ. Желаю только, чтобы ты плодоносила мною, მინდა რომ ჩემი чтобы эти გამოიღო плоды были ნაყოფი, явлены в твоей жизни. რომ ეს ნაყოფები იყოს გაცხადებული შენ ცხოვრებაში. И если ты спросишь, და თუ შენ იკითხავ, можно ли их все получить в твоей жизни? შეიძლება ყველა ნაყოფი მიიღო შენ ცხოვრებაში? Я не знаю. მე არ ვიცი.
Это твои отношения с Богом. ეს არის შენი Это ურთიერთობა твои секреты ღმერთთან. с Ним. ეს არის შენი საიდუმლოებები ღმერთთან. Но Господь желает მაგრამ უბალ სურს, благословить тебя ровно столько, сколько ты унесешь. რომ გაკურთხო შენ იმდენად, რის, ასე ვთქვათ, გამორთმევასაც, აღებასაც შენ შეძლებ, И Он знает, მიღებას что და მან эти იცის, плоды, რომ ეს они не ნაყოფები будут в тягостью тебе в жизни. შენთვის სიმძიმე არ იქნება Они будут только ცხოვრებაში. тем, что будет благословением. ის იქნება შენთვის კურთხევა, Знаете, ნაყოფი. как в многодетных семьях? იცით როგორ არის მრავალშვილიან ოჯახებში? Когда двое, второй ребенок самый тяжелый всегда. როდესაც მეორე Тяжело. ბავშვია, ყველაზე რთულია ოჯახში. А когда уже трое, как-то вообще нормально. სამი რვა უკვე ნორმალური А уже дальше და შემდეგ это все проще и проще. Слава Богу. უფრო ადვილია. Итак, დიდება Господь ღმერთს. сегодня напоминает нам, возлюбленные, დღეს გვახსენებს უფალი საყვარლებო, что дары Он дает нам რომ ნიჭებს для ის созидания გვაძლევს. церкви. Дары Святого Духа Он дает нам для созидания, для სულწმინდის строительства церкви. ნიჭებს ჩვენ ის გვაძლევს ეკლესიის აღსაშენებლად, А плоды, ხოლო ნაყოფებს чтобы мы являли как церковь себя этому миру. რომ ჩვენ როგორც ეკლესიამ ისე წარუდგინოთ თავი წუთისოფელს. Если у нас будет в домах забито все თუ სახლები ასე ვთქვათ, ყველაფერი ასე ვთქვათ, Любовью, გადავსებული მირом, იქნება მშვიდობით, радостью, სიხარულით, кротостью, თავმდაბლობით, воздержанием. თავშეკავებით. Нам даже не нужно будет упрашивать или евангелизировать или приглашать людей в церковь. ჩვენ არ დაგვჭირდება რომ ვიღაცაზე ვეხვეწოთ და ესე იგი ისე მოვიპატიჟოთ ეკლესიაში ხალხი. Они будут смотреть на наши жизни, ისინი შეხედავენ ჩვენ ცხოვრებას, изумляться, გაუკვირდებათ, что с нами не так. ჩვენ რა არა გვაქვს წესრიგი. Почему при Ратом. таком обилии плодов რატომ არის რომ ამდენი такие ესე იგი, счастливые. ნაყოფის სიუხვით ასეთი რამ არის? и они будут, и у нас есть для них возможность показать путь Господу. და მაშინ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ უფლის გზა დავანახოთ მათ. И это то время, და ეს არის ის დრო, когда Господь говорит: როდესაც უფალი ამბობს, я не буду гнать тебя палкой. ჯოხით არ გაგდევნი, Он не будет тебя тащить за руку. ხელით არ მოგკიდებს და არ გაგათრევს, Он не будет заставлять тебя არც არაფერს დაგაძალებს, приходить на свидание с Ним. რომ მასთან შესახვედრად მიხვიდე. Но Он просто говорит: ის უბრალოდ ამბობს, вкуси, იგემე, как я благ. რამდენად კეთილი ვარ მე, Просто вкуси. უბრალოდ იგემე, Какое-то благословение. რამდენად დიდი კურთხევაა Общаться с ეს, Господом კონდეს ურთიერთობა в тайной ღმერთთან, комнате. საიდუმლო Какое-то ოთახში, благословение. რამდენად დიდი Пребывать у კურთხევაა Его ეს, ног. იყო მის ფეხთით, Получать от Него მიიღო მისგან секреты, საიდუმლოებები тайны свои Его. და მისგან მიიღო ეს საიდუმლო. Он говорит: секреты свои я открываю любящим меня. და ის ამბობს რომ ჩემს საიდუმლოებებს მე ჩემს ესე იგი შვილებს არა მსახურებს უცხადებ. Не тем, кто просто приходит исполнить религиозные обряды, არა იმათ ვინც უბრალოდ მოდიან რათა რელიგიური ესე იგი მოქმედება а აღასრულონ, тем, которые имеют особые отношения, მათ ვისაც ჩემთან განსაკუთრებული ურთიერთობა которые აქვს, слышат Его голос, ვინც ისმენს მის ხმას, даже если никто не слышит. მაშინაც კი თუ სხვას არავის Даже არ если ესმის. этот голос очень тихий. ეს ხმა ძალიან წყნარია, მშვიდია. Не в буре, არა не в ქარიშხალში, урагане, არც ქარში, но в тихом шепоте. მაგრამ ჩუმჩურჩულში. И сегодня Господь და დღეს უფალი желает, чтобы Его церковь მას სურს, რომ მისი ეკლესია стала плодоносной. გახდეს ნაყოფიერი. И там в песнях песней და ქებადაკებაში Он говорит: ის ამბობს, встань, возлюбленная моя, ადექი ჩემო საყვარელო, прекрасная моя, ჩემო მშვენიერო, голубица, ჩემო მტრედო, выйди
გამოდი. Голос Твой прекрасен. Მომასმენე შენი ხმა. Как хочу его услышать. როგორ მინდა მისი Хочу მოსმენა. увидеть лицо Твое. მინდა ვიხილო შენი Как სახე. Ты прекрасно Рам возлюбленная моя. შვენიერი ხარ Это ჩემო сейчас საყვარელო. Господь в ваши сердца просто აი вкладывает. ახლა დებს ამას Он უფალი говорит, თქვენს зима გულებში. прошла. გაიარა Всё, ზამთარმა. весна наступила. გაზაფხული დადგა. И это просто сегодня нам и по календарю даже. და კალენდართან დაკავშირებითაც ასეა. И время пения და наступило. სიმღერის დრო дადგა. Он говорит, и наступает новое время в твоей და жизни. ახალი დრო დგება შენ ცხოვრებაში. Ты сидела там в холодной земле, შენ იჯექი ცივ მიწაზე, но теперь ты მაგრამ оживаешь. ახლა შენ ცოცხლდები. Это я про подснежник. ეს მე ამას ვამბობ იმაზე ენძელაზე. У нас просто было недавно служение ცოტა ხნის წინ ქონდა მსახურება для вдов. ქრივებისთვის. И мы с моей подругой Светланой молились и получили, что это будет тема подснежник. და მე ჩემს მეგობარ სვეტლანასთან ერთად მივიღეთ ეს თემა, რომ ეს თემა იქნება ენძელა. И мы стали изучать, что это за удивительный цветок. და დავიწყეთ იმის შესწავლა, თუ რა შესანიშნავი ყვავილია И ის. Дух Святой открыл нам, და სული что вот წმინდა это время გაგვიცხადა, რომ в зиме ზამთრის оно პერიოდში закончилось. და ეს ზამთრის პერიოდი იყო და დასრულდა. И делюсь этим словом с вами сегодня. და დღეს ამ სიტყვას Потому что გიზიარებ это თქვენ. не только для вдов. და იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ქრივებისთვის სიტყვა. Вот Господь говорит, весна в твоей жизни. უფალი ამბობს გაზაფხული მოდი შენ ცხოვრებაში. А весна это всегда время плодоношения. და გაზაფხული კი არის დასაწყისი ნაყოფის მოტანისა. Это во всем мы видим. Это начиная с котов и заканчивая цветов на деревьях. და ყველაფერში ჩანს ეს ცხოველებთან დაკავშირებით, ყვავილებთან დაკავშირებით. И Дух Святой говорит, და სული твое წმინდა время ამბობს, наступило. შენი დრო უკვე დადგა Не упусти его. და არ Не გამოტოვო упусти. ეს. ხელიდან არ Благослови. გაუშვა ეს კურთხევა. И когда мы такие все плодоносные, და როდესაც ყველანი ასეთი ნაყოფიერები соберемся ვართ, здесь вместе, ვიქნებით და შევიკრიბებით აქ. у нас будет не... Когда будет спрашивать, за что молиться, და როდესაც იქნება კითხვა, რომ რაზე ვილოცოთ, а у нас будет только за что благодарить. ჩვენ კი მხოლოდ სამადლობელი И გვექნება свидетельство, Да, да, моцнебеби. свидетельство. და კიდევ დამოწმებები. И при дверях уже будет невозможно не то, что стоять там. Туда далеко нельзя будет подойти. Да. Невозможно подойти. ესე იგი, კართანაც ახლოს მოსვლაც შეუძლებელი იქნება, კარის იქითაც იქნება ხალხი. И будем молиться за новое здание. და ვილოცებთ ახალი შენობისთვის. Скажем, этот зал маленький для нас. და ვიტყვით, ეს დარბაზი პატარაა ჩვენთვის. Аллилуйя. Помолимся. ვილოცოთ. Аллилуйя, Господь, благодарим Тебя, უფალო გმადლობ ჩვენ, что Ты открываешь нам себя, რომ შენ თავს გვიცხადებ что Ты ღმერთო, открываешь нам свое сердце, რომ შენ გულს გვიხსნი что Ты უფალო показываешь нам, და გვაჩვენებ, чего Ты ожидаешь от нас, რასაც შენ მოელი ჩვენგან, как нам идти дальше, თუ როგორ უნდა ვიაროთ как შემდგომ, нам привести в порядок все, что сегодня не в порядке. в როგორ нашей жизни. მოვაწესრიგოთ ყველაფერი ის, რაც დღეს ჩვენ ცხოვრებაში არ არის И я მოწესრიგებული. молюсь, Господи, და მე ვლოცულობ чтобы უფალო, все, что сегодня было здесь Твоим семенем, რომ ყველაფერი რაც დღეს აქ იყო შენი было თესლი, посажено в нашей жизни. იყოს დათესილი, დარგული ჩვენს ცხოვრებაში И по прошествии дней და დღეთა შემდეგ мы имели плоды пребывающие. გქონდეს მოტანილი ნაყოფი, რომელიც დარჩება. Аминь. ამინ.